რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მოქმედებს. საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. გამარჯობათ ბატონო ზურაბ. გამარჯობა დაფნა გენაცვალე, მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მენელებო. უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი, რომელიც გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს. ადრე ვამბობდი ხოლმე 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე მეთქი, მაგრამ აღარ არის 10 საათიანი საინფორმაციო, ასე რომ მუსიკალური ნომერის შემდეგ პირდაპირ გავდივართ ხოლმე უკვე ეთერში დროსაც ვიგებთ. ბევრს გაუხარდა ის, რომ აღარ გვაქვს ამდენი საინფორმაციო გამოშვება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით გვიწყრებიან და ძალიან გვიბრაზდებიან, რომ საღამოობით უნდათ სიახლეების გაგება და არ აქვთ ამის საშუალება. თუ ყველასთვის სასურველ ფორმატს ალბათ ვერ შექმნის დედამიწის ზურგზე ვერცერთი რადიოსადგური, ან უნდა შეეგუოთ და ან უნდა გადართოთ რაღაცა სხვაზე. სასურველია რომ იყოთ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ალბათ არის თემები, რომელიც პოლიტიკაზე უფრო საინტერესოა. მე არ გულისხმობ მხოლოდ სექსს, ნუ გეგონებათ რომ მე რაღაცა შეპყრობილი ვარ ამ სექსზე საუბრის მანიით. ესეთი თემა გვაქვს ჩვენ, რომ აქტუალურია არა მარტო სექსისთვის, იმიტომ რომ ის რაც მოხდება რა, დაუშვათ ის მიმართულება, რაზეც ჩვენ ვილაპარაკებთ არა, ეს აქტუალურია ყველა ადამიანის, ესე იგი, საქმიანობის ყველა სფეროსთვის. ამაზე სექსისთვის გადავიდეთ, ხო, შემდგომში მე უბრალოდ იმის ინტრიგა ჩავაგდე, მაგრამ ნუ ეხლა მე ხომ და წარგადგინოთ, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც აქ ინტრიგებს აგდებს. თქვენ გესმით, ინტრიგანი ზურაბ მარშანიას ხმა, ექიმი სექსოლოგი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი. მე გახლავართ უბრალოდ ყოველგვარი ესე იგი რეგალიების გარეშე, დაფნა, რომელსაც აი წელს მე მგონი კი არა და 20 წელი მისრულდება, რაც რადიო ეთერში ვმუშაობ და ესეთი ასაკი სულდება 20 წელია ვმუშაობ რადიოში, წარმოიდგინეთ. დაიფანტა უკვე ჩემი თაობის სამყაროები. არა ვარ 20 წლის არა. 30-ის ვარ სულ რაღაც. ხო და რისი თქმა მინდა, ბატონო ზურაბ, სანამ ჩვენ გადავიდოდეთ მართლაც აი ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც თქვენ შემოგთავაზეთ, მე მინდა ვუთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში შეუძლიათ გამოგვიგზავნონ SMS-ები. ამისთვის გვაქვს ერთიანი ნომერი, ყველა მობილური ოპერატორიდან, რაც კი ფუნქციონირებს საქართველოში, შეგიძლიათ ერთსა და იმავე ნომერზე გამოუშვათ თქვენი მოსაზრებები, კითხვები, ან მოგწეროთ ის პრობლემები, რომელიც გაწუხებთ. ნომერი გახლავთ 917778. 917778. ასევე შეგიძლიათ ჩვენთან დაარეკვა. ჩვენი ნომრები მე მგონი ყველა მიცეს, თუმცა შეგახსენებთ მაინც ყოველ შემთხვევისთვის 292188 და 292199. ჩვენთან შეგიძლიათ დამეგობრება Facebook-ის მეშვეობით, მოგძებნეთ ძალიან მარტივად ქართული შრიფტით მხოლოდ რადიო იმედი აკრძალული ხილი, ასევე ქართული შრიფტით საძიებო ველში YouTube-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოიწვიოთ და მოისმინოთ ყველა გადაცემა, რომელიც კი დღემდე გასულა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი, როგორც მოგეხსენებათ. იმის გამო, რომ ეს არის talk-show და გადაცემა გაყოფილია ორ ნაწილად, გადაცემის პირველ ნახევარში მე და ბატონი ზურაბ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც შერჩეული გვაქვს. ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, პატარა წიაღსვლებს, სხვადასხვა ჩართვებს, რამე თუ გადაცემა არის სექსზე და არა მხოლოდ. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნახევარს, აქ არის უკვე თქვენი SMS-ები წამყვანი, თქვენი შეკითხვები, მე მათ პირდაპირ ეთერში ვაჟღერებ, ხოლო ბატონი ზურაბი გასცემს მათ პასუხს. აი ასე მოკლედ ჩვენი გადაცემის შესახებ. ახლა მინდა გადავცე ორიოდე წუთით მიკროფონთან რაღაცის თქმის საშუალება ბატონ ზურაბს და ეს არ ეხება არც გადაცემას და ჩვენ დღევანდელ თემას. ბატონ ზურაბს მე მგონი სურს, რომ კოლეგას მიულოცოს დაბადების დღე, ხო? მეგობარს. იცით რა, უპირველეს ყოვლისა მინდა მივესალმო კიდევ ერთხელ სულითა და გულით მივესალმო ყველა ჩვენ რადიო მსმენელებს, პირველ რიგში ერთგულ რადიო მსმენელებს, რომელიც არც ერთ ჩვენ გადაცემას არ აცდენენ და ესე იგი რაღაცა პერიოდულობით დიდი სიხარულით ვიგებ ხოლმე ადამიანებისგან, რომ აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისგან უსმენენ ჩვენ გადაცემას, რომ ცდილობენ არ გააცდინონ არც ერთი გადაცემა
ძალიან მოსწონთ როგორც ფორმატი ასევე შინაარსი და რა თქმა უნდა მიხარია და მინდა პირველ რიგში მათ მივესალმოთ და ყველა სხვას და სიყვარულის თვალსაზრისით არ გამოვარჩევ არავის, იმიტომ რომ ვინც პირველად უსმენს დღეს აი მას განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მივესალმები. იმიტომ რომ ვიცი რომ ერთხელ რომ მოусმენენ ჩვენ გადაცემას, მე უკვე ძნელია თავის დანებება და ცუდუნებისაგან, ასე ვთქვათ, თავის დაღწევა, რომ კიდე მეორეჯერ არ მოусმინო, მესამეჯერ და ასე შემდეგ. ყველას მივესალმები ასევე ჩემ მეგობარს სანდრო სვანიშვილს, რომელსაც დღეს ძალიან განსაკუთრებული დღე აქვს, მოსალოცი დღე აქვს. პირდაპირ გეტყვი, იქ უნდა ვიყო ახლა წესით მე მასთან ერთად, მაგრამ ვერ წავედი, იმიტომ რომ გამოვცხადდი სამსახურში. იმიტომ რომ ჩემი მეგობრებიც მიყვარს, სანდროც მიყვარს ძალიან, მაგრამ ჩემი რადიოსმენელიც მიყვარს, რომელსაც პატივსცემ და მინდა რომ არ მოვაკლდე მას და ამიტომ აქ ვარ ახლა და შევეცდები ჩვენი გადაცემა ჩავატარო მაღალ დონეზე. გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემაზე. მაინც სექსია გადაცემა და ბატონმა ზურაბმა დღეს შემოგთავაზა ფრიად საინტერესო თემა, რომელსაც აი ასე მოკლედ ერთი სიტყვით მოგახსენებთ, ფიასკო. არუმატებლობა. ფიასკო სექსში. ფიასკო სექსში. მე მგონი არ არის პიროვნება საერთოდ მსოფლიოში, რომელსაც ეს მდგომარეობა არ გამოევლოს და ეს კარგად არ იყოს მისთვის ნაცნობი. ნუ საერთოდ გადაცემის დასაწყისშიც მე ვთქვი, რომ ფიასკო ისეთი უნივერსალური, ასე ვთქვათ, ცნებაა, რომელიც მიესადაგება აბსოლუტურად ყველა სფეროს ადამიანის აქტივობისა, პირად ცხოვრებასაც, ინტიმურ ცხოვრებასაც, სექსსაც, ხო? რომელსაც ჩვენ ახლა შევეხებით ჩვენ გადაცემაში და სხვა სფეროსაც და აი ჟურნალისტიკა. რა შეიძლება დავარქვათ ახლა ინტერვიუს, რომელიც შენ ჩამოგართვა ჟურნალისტმა? სამასოიანი ჟურნალისტი, ხო? ფიასკო. ასეთ დროს ორი რაღაცის გაკეთება არის ალბათ საჭირო რა. აი ვინც არა ვართ ჟურნალისტისაგან არა ახლოსა ვართ, ხო? და სადღაც ერთი თანამეგობრობა ვართ, ხო? ერთი, თანამოაზრეთა კლუბი იდეალში, რა თქმა უნდა. ალბათ ყველას, ასე ვთქვათ, სახელით ბუდიში უნდა მოუხადოთ კითხველს, ასეთი ფიასკოსთვის, რომელიც მოვიდა ჩვენ კოლეგას, ხო? ეს ერთი და მეორე ალბათ უნდა თანაუგზნოთ მას. იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც ფიასკოს განიცდის, ნამდვილად პირველ რიგში ჭირდება თანაგზნობა და თანადგომა. და რა თქმა უნდა მიტევება. აი ამას ვიტყოდი მე. ნუ რა ვქნა, რაც არის ამ შემთხვევაში, რაც არის, ესე იგი, არა, არც არის საჭირო, უბრალოდ, ეს მოხდა ესეთი ფიასკო ხდება. კარგია ფიასკოზე ადამიანი როცა სწავლობს. ის რა მე თვითონ რო წავიკითხე ის ინტერვიუ, გამიჩნდა კითხვა. აი ეს თუ მე ვარ 20 წელი ხალხი რის გამო მისმენს? ნუ თუ აი ესეთი უინტერესო ვარ და რაღაცის გამო მყავს მსმენელები 20 წელიწადია მუდმივი მსმენელებიც მყავს და დღემდე აი თქვენ კი იცით ბატონო ზურაბ მოვდივარ და დაცვასთან საჩუქრები მხვდება ლექსები და ნუ არიან და მყავს 20 წლის განმავლობაში აი მე თვითონ გამიგვირდა რის გამო მოსწონთ აი ეს პრიმიტიული ადამიანი კარგით, ფიასკოზე გადავიდეთ. ყველაფერი ხდება. ფიასკო თავისთავად ესე იგი ტერმინი არის, რომელსაც უდაოდ აქვს ნეგატიური შეფერილობა, მით უმეტეს როცა ეს ხდება, როცა ეხება სქესობრივ ცხოვრებას, როცა ეხება სექსს. და ამ დროს ხშირად რა ხდება, ეცით, ჩვენ ხო ვიცით, რომ ყველაფერი დაკავშირებული სქესობრივ ცხოვრებასთან მითების ბურუსით არის მოცული. ეს ბურუსი საკმაოდ, ასე ვთქვათ, არის ძლიერი, იმდენად ძლიერი, რომ სიმართლე და რეალური სურათი არ ჩანს კიდევაც რა. ამიტომაც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სქესობრივი განათლება ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობისა, რა თქმა უნდა არის ამ ბურუსის გაფანტვა. რომ ამ, ასე ვთქვათ, მატყუარა ბურუსის ესე იგი მიღმა დავინახოთ რეალობა. და რა არის ეს მითი? მითი ის არის, რომ ფიასკო მოსდის მხოლოდ მამაკაცს. დავიწყოთ ამითი რა. იმიტომ რომ რახან ეს არის ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, კარგად ცნობილი ყველასთვის.
ფიასკო სექსში, ესე იგი მამაკაც დაერღვა ერექცია, სრულიად მოულოდნელად მისთვის ესეთი ფიასკო ბევრად უფრო დრამატიულია, თუმცა შესაძლებელია. ნადრევი ეიაკულაცია არ არის ფიასკო? არა, ახლა ვიტყვი მე. ფიასკო რა არის, იცით? ფიასკო სექსში, ხო? სქესობრივ ცხოვრებაში. ეს არის მდგომარეობა. ესე იგი, რომელიც, ახლოს არის სტრესთან, შოკის, ესე იგი, მდგომარეობასთან არის ახლოს და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის ჩატარებას. და რა არის ამ დროს მითი? მითი ის არის, რომ ვითომ ეს ეხება მხოლოდ მამაკაცს. ამ დროს ეს ეხება ქალსაც. რატომ? ფიასკო შეიძლება მოვიდეს მამაკაცსაც ერექციის დარღვევის გამო ყველაზე უფრო ხშირად, თუმცა შეიძლება ფიასკო მოვიდეს ნაადრევი ეიაკულაციის გამოც. და შეიძლება ფიასკო მოვიდეს დაგვიანებული ეიაკულაციის გამო და ეიაკულაციის შეუძლებლობის შემთხვევაშიც. ყველაფერი ეს ფიასკოა მამაკაცისთვის. ესე იგი მე რას მინდა ხაზი გაუსვა? სულ ერთია ეს ქალი თუ მამაკაცი, არა? ფიასკო ეს არის იმედგაცრუების კატასტროფის შეგრძნება, რომელიც მყარად არის ასოცირებული წარუმატებელ სქესობრივ აქტთან. ერექციის დარღვევა ეს ყველაზე ასე ვთქვათ კარგად ცნობილი და ალბათ ყველასთვის ცნობილი. მსოფლიოში არ არის მამაკაცი, ვისაც ფიასკო ერთხელ მაინც ცხოვრებაში არ განუცდია. ამა თუ იმ სიტუაციაში. ეხლა რა სიტუაციებშია ფიასკოები უფრო ხშირი? ამას ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით, როცა უფრო დეტალიზაციას გავაკეთებთ თემისა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველა მამაკაცს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიასკო განუცდია ამა თუ იმ სახით. და ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია ერექციის დარღვევასთან. ნაადრევი ეიაკულაცია, იცით, ყველა ნაადრევი ეიაკულაცია არა. ძირითადად დაკავშირებული არის ნაადრევი ეიაკულაციის ფორმა, რომელიც ცნობილი არის, ეხლა ქართულად არც არის მაგის ტერმინი რა. ამიტომაც ჩვენ ექიმები, სექსოლოგები ხმარობთ ლათინურ ტერმინს. ამას ქვია ეიაკულაციო ანტეპორტას. ანუ, როდესაც მამაკაცი ანთხევს სპერმას მანამდე, სანამ საშუში შევიდა. დეტალებზე რეკლამის შემდეგ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. მოკლედ სარეკლამო ჭრამდე საუბრობდით იმაზე, რომ ფიასკო არის სპერმის დანთხევა საშოში შესაძლებელი. არა, ფიასკოა, მაგრამ სხვადასხვა სახე, ჯერ მამაკაცის ფიასკოზე ვლაპარაკობ, ქალზე არ ვლაპარაკია. ბოლოს სიტყვებს, რაზედაც გავედით სარეკლამო ჭრაზე. დეტალები რა თქმა უნდა ბევრია და თქვენ ჩაუღრმავდებით, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, უბრალოდ შევახსენე ჩვენს რადიო მსმენელებს, სანამ გავიდოდით სარეკლამო ჭრაზე, რაღაცა იყო საუბარი. განვავრცოთ ბატონო ზურაბ, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ ჩვენთან შეკითხვის გამოგზავნა შეგიძლიათ SMS ნომერზე 9177891778. ესე იგი ფიასკო არის მამაკაცის შემთხვევაში, როცა მამაკაცი განიცდის ამას, ესე იგი განცდა, ფიასკოს განცდა, როდესაც აქვს მამაკაც. როდესაც ის თვლის, რომ სექსი არ გამოვიდა საერთოდ. და მამაკაცი ამას თვლის მაშინ, როდესაც ის ყველაზე უფრო ხშირად, როდესაც ის ვერ ახერხებს პენეტრაციას, იმისიას, საშოში ვერ შედის. ეს შეიძლება როგორც ერექციის დარღვევის დროს, ხო? და შეიძლება ისეთი ნაადრევი, ცოტა მძიმე ფორმა აქვს ნაადრევი ეიაკულაციის, ეიაკულაციო ანტეპორტას, როდესაც ესე იგი მიახლოებულიც კი არა. ხო, ვერ სასწრებს ხანდახან საშოსთან მიახლოებას, უკვე ხდება ეიაკულაცია და ცხადი არ ეიაკულაციის მერე რეფრაქტიული პერიოდი იწყება და რაღაცა დრო უნდა რომ დაუშვათ მეორე ჯერზე მოახერხოს, ეს მეორე ჯერი ან იქნება და ან არა, ეს სხვა საკითხია. ეს არის ტიპიური ფიასკო. მაგრამ ფიასკო მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც შესვლა საშოში ვერ მოახერხა მამაკაცმა არ არის. არის ერექციის დარღვევის ფორმები, როდესაც ესე იგი შედის მამაკაცის ასო საშოში, მაგრამ საშოში ვერ ბილდება და მერე მამაკაცი ვერ ახერხებს ეიაკულაციას. მაშას ადამი, მოდით ახლა განმარტოთ რა. ფიასკო ეს არის მამაკაცის ასე ვთქვათ შეგრძნება წარუმატებლობისა სექსის დროს,
როდესაც ის ან ვერ ახერხებს იმისიას, ან უშესვლას საშოში, ან ნაადრევი ეკულაციის გამო, ან ერექციის დარღვევის გამო, ან საშოში შედის, მაგრამ ერექციას ვერ ინარჩუნებს და ვერ ასრულებს სქესობრივ აქტს. რა არის სქესობრივი აქტის დასრულება? ეს არის ეაკულაცია, სპერმის დამთხევა. მაშას ადამი ფიასკოთ მამაკაცი განიხილავს არა მარტო იმას, რომ მაგალითად ერექცია დასუსტა და მან შეწყვიტა სქესობრივი აქტი, ხო, ერექციის დასუსტების გამო და ვერ მოახერხა ეაკულაცია. ფიასკო არის მაშინაც, როდესაც ერექცია არ არის დარღვეული, მაგრამ მამაკაცი ვერ აღწევს ეაკულაციას. ეს უფრო ანეაკულატორული სინდრომის სახელით არის ცნობილი და ესე იგი მამაკაცმა შეიძლება მე მყავდა პაციენტი, რომელიც თითქმის 1 საათი და მეტი აწარმოებდა ფრიქციებს. საწყალი მისი პარტნიორი, ხო, ქალი. ხო და ესე იგი მაინც ვერ ახერხებდა და ბოლოს წყვეტდა, იმიტომ რომ უბრალოდ იღლებოდა თვითონ, ანიტანჯებოდა ქალი. ესეც ფიასკოა. აი ხედავთ რა მრავალწახნაგოვანია ეს ასე ვთქვათ მდგომარეობა მამაკაცში. და აი როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ალბათ მოგვიანებით ჩვენ ვილაპარაკებთ კიდევ აი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ამ მდგომარეობა იყოს აცილებული თავიდან, ხო? ყველაზე კარგი ეს არის პრევენცია, ხო? ანუ პროფილაქტიკა. და მერე კიდე დაუშვათ თუ პრევენცია ვერ მოხერხდა და მაინც ადამიანი ჩავარდა ფიასკოში, რა უნდა გააკეთოს მან რომ ამ ფიასკოს თავი დააღწიოს და მან არ დატოვოს, ასე ვთქვათ, რაღაც თავისი ცუდი კვალი. და ახლა ამ კვალზე რომ ვლაპარაკობ სამწუხაროდ, ახლა სიმართლე უნდა ვთქვათ, არ შეიძლება სიმართლის დამალვა, ექიმის სიმართლეს არ უნდა მალავდეს პაციენტისგან. ამიტომაც ესე იგი რა არის ფიასკოს ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, სახიფათო ასპექტი. სახიფათო ასპექტი ფიასკოს ეს არის ის, რომ ფიასკოს მერე მამაკაცმა შეიძლება მიიღოს საოცრად ძლიერი ფსიქიკური ტრავმა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს იმ მდგომარეობას, ამ შემთხვევაში სექსუალურ დისფუნქციას, რამაც ის მიიყვანა ფიასკომდე. აი ეს არის საშიშროება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფიასკოს პრევენცია და თუ მაინც მოხდა, არ უნდა მოხდეს მაგისი დრამატიზება, უბრალოდ საჭირო არის მკურნალობა, რათა რაც შეიძლება მალე პაციენტი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და მოახერხოს რა არის ფიასკოს, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი წამალი. მომძევნო ფიასკოს თავიდან აცილება. მოხდა, მაგრამ ექიმის დახმარებით არა და მკურნალობით და ეს მკურნალობა რამდენად სერიოზულია, ახლა მაგი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მაინტერესებს ქალების შემთხვევაში თუ აქვს ადგილი ფიასკოს. ძალიან საინტერესოა ეს კითხვა სხვათა შორის რა და ეხლა რა არის, რაც არ უნდა განსხვავებული დაუშვათ აზრი გამოთქმას ვინმე, ეხლა მე მაინც უნდა დამეთანხმოთ ჩემი კოლეგები, რომ ფიასკოს განცდა ეს არის ადამიანის უნივერსალური განცდა. ეს არ არის მარტო მამაკაცის განცდა. ეს განცდა შეიძლება უნდა კონდეს შეიძლება კონდეს ქალს. მაგრამ ქალის განცდა საერთოდ კი ბატონო მოგახსენებთ. ქალის განცდა ამ შემთხვევაში როგორც მთელი ასე ვთქვათ განცდების გამა ქალისა გაცილებით მრავალწახნაგოვანი და რთულია. ვიდრე მამაკაცისა. მამაკაცის მაინც უფრო მარტივია რა ვთქვათ ესე რა. ქალის არის რთული და ამიტომაც ესე იგი ადვილად შეიძლება მოვწყუდეთ. აი მაგალითად ადამიანი შეიძლება, არასპეციალისტი მაგალითად, არასექსოლოგი ექიმი შეიძლება მოვწყუდეთ და მაგალითად ფიასკოს დაუკავშიროს ესეთი რაღაცა, როგორც არის ანორგაზმია. აი ორგაზმს ვერ აღწევს ქალი და იმან ფიასკო განიცადა და ის საშინელ მდგომარეობაშია. მე არ ვამბობ, რომ ანორგაზმია არ შეიძლება იყოს ფიასკოს მიზეზი. შეიძლება მაგრამ ეს არის ინდივიდუალური, იმიტომ რომ კარგად ვიცით, აი ყველა ასე ვთქვათ სექსოლოგიის მეტანაკლებად ცნობილ, სოფლიოში ცნობილ ასე ვთქვათ მონოგრაფიებში, მასტერსი და ჯონსონი ავიღოთ და სხვა ვასილჩენკო და ძალიან ბევრი არსებობს ლიტერატურა. იმ ლიტერატურაში ცალსახად არის ხაზგასმული, რომ არის ძალიან ბევრი ქალი, რომელიც ორგაზმს ვერ აღწევს სქესობრივი აქტის დროს. მაგრამ მაინც კმაყოფილია სექსით. ესე იგი ქალის ასე ვთქვათ შეფასება სექსის წარმატებულობისა შკალა შეფასებისა არის უფრო რთული.
და უფრო მრავალწახნაგოვანი ვთქვათ რა. არის ქალი, რომელიც ორგაზმის ვერ მიღწევას განიცდის როგორც ფიასკოს. მე მეცაც გეტყვით, აი შეიძლება ერთი სქესობრივი აქტის დროს ადამიანმა ქალმა, ესე იგი ჩათვალოს სქესობრივი აქტი ფიასკოთ, მეორე სქესობრივი აქტის დროს შეიძლება არ ჩათვალოს. და თვითონ მაგალითად ორგაზმის ვერ მიღწევაც არა, აი სექსოლოგიური თვალსაჩინო ეს ერთობ, ასე ვთქვათ, რთული ცნება არის, იმიტომ რომ ესე იგი ორგაზმის ვერ მიღწევასაც კი აქვს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ესე საკმაოდ რთული გრადაცია. აი მაგალითად უფრო ახლო ორგაზმთან, უფრო ახლო. იცით, ძალიან ესეთია რა, მრავალ, ასე ვთქვათ, საფეხურიანი ეს ყველაფერი რა. და ხშირად ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ აი ქალი ესეთ რაღაცას ამბობს, აი მე აი ვერც გავიგე, მივახციე ორგაზმს თუ არა. ადარებს რაც იყო მანამდე, ხო? მკურნალობამდე რა და სხვათა შორის იგივე მკურნალობის შედეგის შეფასება, რა თქმა უნდა, აქ უნდა აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული ყველაფერი, როგორც ინგლისურად თუ არის evidence based study. ესე იგი უნდა იყოს სარწმუნო მიღებული ეს შედეგი, ხო? და ეს შედეგი ამ შემთხვევაში არის ორგაზმის მიღწევა. მაგრამ ეხლა მედიცინა არ არის ესე რა, რომ აი რო თქვა ეხლა ტარანათლით, არ არის თლათ ესე რა. ეს ხელოვნებასთან უფრო ახლოა, მან ნიუანსებია ბევრი. არის მდგომარეობა, როდესაც უკვე პაციენტის და ექიმის კმაყოფილია მკურნალობით, იმიტომ რომ სახეზეა პროგრესი. უახლოვდება ქალი. აღარ განიცდის უკვე როგორც ფიასკოს. თუ ადრე განიცდიდა ის ამ ორგაზმიას როგორც ფიასკოს, ეს უკვე დაუშვათ მისი, ასე ვთქვათ, კმაყოფილების ხარისხი სექსისაგან. სქესობრივი აქტისგან მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ აღწევს ჯერ, იმიტომ რომ რახან წავიდა პროგრესი, ესე იგი მოვა დღე, როდესაც მიაღწევს, არა? ეს უკვე არის დიდი გამარჯვება. პატეზურა, მინდა პატარა მაგალითი მოვიყვანო, იმიტომ რომ მე მყავს მეგობარი, რომელიც აი უყურეთ მეწყვილეს ძიების პროცესშია და რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა. და გამოიცვალა სწორედ ამ ნიშნით. ის თვლიდა, რომ მან ვერ მიაღწია ორგაზმს, ეს იყო იმ მამაკაცების ფიასკო. როგორ? მე ვერ მივაღწია ორგაზმს და რა აზრი აქვს ახლა ჩვენს ურთიერთობას, კაცო, იმან თუ არ იცის ჩემთან როგორ უნდა მივაღწიო, მე რა უნდა გააკეთოს, რომ მე ორგაზმს მივაღწიო? რა შემჭირდება? მამაკაცი ცალსახად არ განიხილავს ქალის მიერ ორგაზმის ვერ მიღწევას საკუთარ ფიასკოდ. რა თქმა უნდა, მამაკაცს გააჩნია ზოგიერთ საერთოდ ეს არ აწუხებს, მოდი ეგეთებიც არიან, თქვათ ახლა, მაგრამ მათ ნუ შევეხებით რა. ეგეთებიც არიან, უფრო სწორედ ისეთები არიან, ვინცაც აწუხებს, სწორედ. ძირითადად არიან, ვისაც არ აწუხებს. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ისინიც, ვინცაც აწუხებს ეგა, მე ვიცი, რომ სერიოზულ დისკომფორტს განიცდის მამაკაცების საკმაო რაოდენობა, ჩემი პაციენტები შემიძლია მოვიყვანო, საკმაოდ ბევრი, რომელიც კი ბატონო, მე ვაღწევ ორგაზმს, მე ვიღებ სიამოვნებას, მაგრამ ჩემ პარტნიორს ახან ვერ იღებს, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ, ეს არ არის ფიასკო. მამაკაცის გადმოსახედიდან. მამაკაცის, ნუ ეს მე ვფიქრობ, ახლა ეს ლოგიკურია. ამ შემთხვევაში ახლა მამაკაცის ეგოისტად გამოცხადება და სექსისტად გამოცხადება, მე მგონი ეს ის ქალი, ვინც მაგას აკეთებს, თვითონ არის სექსისტი. აი ესე ვიტყოდი მე რა. რატომღაც გონიათ, რომ სექსისტი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს. ქალიც შეიძლება. სხვა შორის არა მარტო მამაკაცი აუპატიურებს ქალს, ქალიც აუპატიურებს მამაკაცს სხვათა შორის. კარგით რა. კი. მილიონში ერთი შემთხვევა. არა, ახლა შედარებაც არ შეიძლება სიხშირე და სტატისტიკა აქვს, მაგრამ ჩვენ ხო ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში არის თუ არა, თუნდაც კაზუისტიკის დონეზე. არის რა. არის და აქ ახლა კაზუისტიკა სულ არ არის. ახლა რა ვიღოთ მაგალითად ისეთი ქვეყანა როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ესე იგი აგრესიული ფემინიზმი უკვე, პიკს აღწევს. პიკსაც არ აღწევს уже. რუსები ამბობენ ზაშკალილо уже давно. ესე იგი უკვე საწავიდა ვინ იცის რა. უკვე თვითონაც არიციან, ეთყო თვითონაც ეშინიათ უკვე. ისე შორს წავიდნენ რა. ხო და შესაბამისად, ესე იგი რთული საკითხია რა, ნამდვილად არ არის მარტი. ნამდვილად არ არის ცალსახა და აი მაინც რა შემთხვევაში აი კლასიკური ფიასკო რა არის ქალის მხრიდან. კლასიკური ფიასკო ის არის, როდესაც ქალის გამო ვერ მოხერხდა ასოს საშოში შეყვანა.
რომელი დაავადება ეს? როდესაც ქალს ძალიან უნდა, მაგრამ ასო მაინც ვერ შედის მის საშუალებას. ვაგინიზმი. აი ვაგინიზმით დაავადებული ქალი ცალსახად მყარად განიცდის თავის ყველა წარუმატებლობას მორიგის სქესობრივი აქტის დროს, როგორც ფიასკოს. მაშინ ადამი ამით სამტვერდება მითი იმის თაობაზე, რომ ფიასკო ეს არის მხოლოდ მამაკაცისთვის დამახასიათებელი. არა ბატონო, ქალისთვისაც სამწუხაროდ. ნეტა მარტო მამაკაცის პრობლემა იყოს, ნამდვილად ესე იგი ჩვენ სექსოლოგებს ნაკლები თავსატკივარი გვექნებოდა. ვაღლახ რო ესე არ არის. შესაბამისად ესე იგი არსენალი საშუალებებისა, რომლითაც ექიმა სექსოლოგმა უნდა მოახერხოს სექსში ფიასკოს პრევენცია ან მკურნალობა მდგომარეობისა, რომელმაც ფიასკომ გამოიწვია, არის საკმაოდ ქალთან მიმართებაში. თუ შეიძლება კიდევ ერთ ჩემს მოსაზრებას გეტყვით, აი თქვენ საუბრობთ და მე გზადაგზა მომდის რაღაც აზრები და მინდა რომ გაგიზიარო თქვენზე, რა თქმა უნდა რადიო მსმენელებსაც შეიძლება არ დამეთანხმოთ. იმდენად რამდენადაც აი თქვენც თქვით და მე რა თქმა უნდა გეთანხმებით და არა მხოლოდ მე. ქალთან მიმართებაში ზოგადად ხო, აი უბრალოდ ქალს რომ შევადაროთ, ხო, მამაკაცის აღქმა ამ სამყაროსი ურთიერთობის თუ იგივე სექსის ხო აბსოლუტურად სხვა არის. ქალის შემთხვევაში უფრო კომპლექსურია ყველაფერი. ქალი არ განიხილავს ამ მამაკაცს მხოლოდ როგორც მამაკაცს, ხო? მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებს სექსამდე, სექსის მომენტში, აი ვერ მომექცა კარგად და დასრულდა თუ არა სექსი და გადაბრუნდა და მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა. გავიდა სიგარეტი მოწია, სულ არ მკითხა მე, მოვასწარი, ვერ მოვასწარი, საერთოდ მივახცი ორგაზმს, არა, ძალიან ბევრი ფაქტორია. მე რატომღაც მგონია რომ ფიასკოსთან ერთად ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქალის იმედგაცრუებაზეც. უფრო აი რაღაც უფრო კომპლექსურია და მეჩვენება რომ უფრო მრავლის მომცველია. ასია ფრუსტრაცია. ფრუსტრაცია ხო, ფსიქიატრიაში ფრუსტრაცია სხვა. ფრუსტრაცია კი ბატონო, კი გეთახმებით მაგაში. იმიტომ რომ უცებ ეჩვენება რომ ჩამოინგრა სამყარო, დასრულდა ყველაფერი. როგორ მე მივდე განსაკუთრებით პირველი სექსი თუ აქვთ. რომ აი ხვდებოდნენ ერთმანეთს თვეობით, მოსწონდათ და ჩაუვარდათ როგორც იქნა ეს სიტუაცია, არიან ერთად. აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა. ხო. არ ყოფილა მაინდა-მაინც არც ტკივილი, არც დაუშვათ რაღაც უხეშობა, არ არის ამასთან შევჩახელში ეს და ასე შემდეგ. კი. არ შეიძლება მე არ მოვიყვანო ამ კონტექსტში დიდი ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის სიტყვები, რომელმაც რომანი არის ბორიაკი, ესეთი ჩემი აზრით ეს უდიდესი რომანია. აი ესეთი სიტყვები აქვს ნათქვამი ოთარ ჩხეიძეს. ფუჭი იმედი სასოწარკვეთაზე უარესია. და ეს აუცილებელია, რომ ადამიანს არ კონდეს ფუჭი იმედები რა და აი როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სქესობრივ განათლებაზე, ზუსტად აი პრევენციაზე, თუნდაც აი ამ თუნდაც ფიასკოსი, თუნდაც იმ ფრუსტრაციის, ეს ფრუსტრაცია არც შორს არის ფიასკოსგან სხვა შორის. ამ კონტექსტში ესე იგი აი თქვენი ეს კომენტარი მე მიმაჩნია ძალიან რიტყვიან დროულად რა. შეესაბამება ზუსტად თემას და შეესაბამება აი ვითარებას, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ესე იგი რაში ეცით საქმე? როცა ადამიანს აქვს ადეკვატური ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოლოდინები მისი არის რეალური და რა მოლოდინები მისი არის არარეალური. და ეს მით უმეტეს, როდესაც ესე იგი აღზრდის აი ჩვენი ალგორითმები რო ავიღოთ აღზრდის, ხო? როგორ არის პრობლემა ჩვენი რა არის? მამაკაცის და ქალიც, რომელიც იწყებს სქესობრივ ცხოვრებას ჩვენ ქვეყანაში, ხო? არის ინფანტილური და ზუსტად ინფანტილური ადამიანისთვის დამახასიათებელი არის სწორედ ესეთი არარეალისტური, გადაჭარბებული მოლოდინები რა. აი ელოდებიან აი პრინცს, რომელიც ესე იგი თეთრ ცხენზე
ოქროსი მოსასხამით მას ეახლება და ხელის გულზე ატარებს და ამ დროს ესე არ არის და არ შეიძლება იყოს რა. არც ყოფილა არასოდეს. ეს მარტო ზღაპრებშია. ცხოვრება ზღაპარი არ არის. მოდით კიდევ ერთ თემას შევეხოთ რა. კი ცოტა შორს წავედით მე მგონი, მაგრამ მაინც ხო არა, იქვე ვტრიალებთ ამ ფიასკოსთან. აი ისევ ჩვენი კულტურიდან და ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე. მე წინააღმდეგი კი არ ვარ. მე ჩვენ ახლა ვსჯელობთ თეორიულად, ხო? არავის არაფერს არ ვაკონკრეტებ და არავის ჭკუას არ ვასწავლეთ. აი თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს ფიასკო და იმედგაცრუება იმ ახალგაზრდას ან თუნდაც არა ახალგაზრდას შორის, რომლებმაც ჯერ ჯვარი დაიწერეს, ხელი მოაწერეს, მერე ესე იგი მოხდა მათი პირველი საქორწინო ღამე და იქ მიხვდნენ, რომ საერთოდ არ არიან ერთ საწოლში არ წვანან. ერთი იქით არის, მეორე აქეთ არის. ესეც ხდება, თუმცა ისიც მინდა დავსჯინოს, იგი დათქმა. ნელა ხდება ჰარმონიზაცია, დათქმა მინდა გავაკეთო, რომ მაგრამ მოლოდინებს ვუკავშირებ მე ამას ბატონო ზურაბ. იმიტომ რომ ეს ის საუკუნეა, როდესაც ფილმში დაინახავს სცენას და გონია რომ აი ჩემი სექსიც ასეთი იქნება, რომ აი მეც ასე მომეფერება და პირველ ღამეს აი ესე მომექცევა და მე ეს ასე არ ხდება. იმიტომ რომ ამაზე არ საუბრობენ ბატონო ზურაბ, ამას არ განიხილავენ სექსოლოგთან ქორწინებამდე არ დადიან და მე იტანჯებიან. მე მაქვს ამის მაგალითი, ჩემი მეგობარი გათხოვდა, ნუ ფაქტურად მე-10 კლასიც არ ქონდა დამთავრებული, რომ გათხოვდა. და აღმოჩნდა, რომ ის ბიჭიც ვაჟიშვილი იყო, ეს გოგოც ქალიშვილი იყო და უცებ რაღაცა მშობლებმა შეაკოწიწეს ისე რომ, ნუ ახლა საბჭოთა პერიოდი იყო და არავის არ უნდა გაეგო და სადღაც გაამგზავრეს ერთად და იქიდან ურეკავდნენ მეგობრებს რა ვქნათო. რა გავაკეთო? და ვინ იცოდა ერთი რომელმა მეგობარმა იცოდა ერთი ძალიან მაინტერესებს და ძალიან უხერხული იყო. რაც მთავარია ბიჭი იყო რაიონიდან ჩამოსული და მე უკვე წლების მერე დავსვიეს და გაფიცებ მე უთხარი გამაგებია და თან ის ცოტა ჩვენზე უფროსი იყო ეს გოგო ჩემი ერთ მერხზე ვისხედით. ვეკითხებოდი რომ მე უთხარი რანაირად მოახერხე ისე ჩვენზე ბევრად უფროსი იყავი მე ვთქვი და როგორ არ ქონდა არანაირი გამოცდილება. რა ვიციო, გამიშვებდა მამა ჩემ ტრაქტორზე დამსოვდა და ვხნავდი და ვთესავდი და სულ არ ქონდა არც მაგის დრო და არც მარტო ეგრეც არ არის. არ ქონდა გამოცდილება. მოკლედ მე გეუბნებით იმას, რაც მე ვიცი, ხო? ჩვენ წინა გადაცემებში დიდი ციკლი რო ქონდა, ხო ვილაპარაკეთ ფსიქოსექსუალური განვითარების რეტარდაციაზე. სხვაჩვენს ეს ინფანტილიზმი და ესეთი მოლოდინები ეს ფსიქოსექსუალური განვითარების რეტარდაციის ერთ-ერთი ფორმა არის რა. ფორმა. მართალია ეს უფრო ესეთი სოციოგენურ ფორმას უძახიან მაგას რა და ეს ვაი კონკრეტულ ამ სიტუაციასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეხლა რა არის იცით აი რა არის გამოსავალი სიტუაციიდან? გამოსავალი არის სქესობრივი განათლების ამაღლება. და ეს სქესობრივი განათლების ამაღლება მე არ მიღლები მაგის საუბრით და ვფიქრობ რომ როგორც შეძახილმა ხმა ხე გაახმო ოდესღაც ეს ჩემი შეძახილებით გააღვიძებს ვიღაცას ჩვენ მთავრობაში არა და დადგება ეს საკითხი იმ ჭრილში რომ განიხილებოდეს როგორც დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემა. და როდესაც უკვე მოხდება აქტუალიზაცია რაღაცა პრობლემა როცა არის არა და საჭირო ამ პრობლემის გადაწყვეტა არა ვინც უნდა გადაწყვეტოს არა ჯერ უნდა იმან მოახდინო გაიაზროს უნდა მისთვის აქტუალიზაცია უნდა მოხდეს ამ პრობლემის ხო სექსოლოგიის დაუშვათ მაგალითზე რო ავიღოთ ნაადრევი ეკულაცია ჩვენ ხო ვიცით რომ ნაადრევი ეკულაცია არ არის ხოლმე მამაკაცის ხშირად აქტუალური და აი აქტუალიზაციას რომ მოახდენს მაგისას არა როგორც წესი მაშინ როცა ნაადრევი ეკულაციას ერექციის დარღვევას მოყვება და ხელი ხელჩაჭიდებული დადიან ვიცით რა ოღონდ ეს ადრე მოდის და ის მე ორადორი მეგობარი ორადორი ხო ორი ჯუჯა მაგრამ ერთი ცოტა წინ არის და მეორე ცოტა უკან არის და აი ეს უკან რო წამოეწევა მე გიყვარდეს მოხდება აქტუალიზაცია და ამიტომ ეს აქტუალიზაცია სასურველია რომ მოხდეს ცოტა ადრე ჩვენთან რა და უკვე ჩვენ აი ამ პრობლემებსაც უფრო ასე ვთქვათ შესაბამისად გადავწყვეტავთ რა ეფექტურად გადავწყვეტავთ და უკვე ის რასაც ჩვენ ვიძახით არა პრევენცია რეალობა გახდება დღეს ლაპარაკი სექსუალური დისფუნქციების პრევენციაზე ეს არის სასაცილო არასერიოზული როდესაც სახელმწიფოში თვითონ
ესე იგი აბსოლუტურად არ არის გააზრებული იმისი აუცილებლობა რომ ადამიანის ზრდასრული რომელიც შედის ქორწინებაში რომელიც იწყებს სქესობრივ ცხოვრებას მას უნდა ქონდეს ადეკვატური სრული ინფორმაცია იმაზე თუ რა ასელის რო არ ქონდეს ფუჭი მოლოდინები რომ თავიდან აიცილოს ეს ფრუსტრაციები ერთმანს და მეორემაც არა და არ მოხდეს ეს ფიასკო არა ამისათვის საჭიროა ამ ინფორმაციის არსებობა ხო მაგრამ თავისთავად არაფერი არ მოდის თავის დროზე ახლა ცოტა უხერხული შედარებაა მაგრამ არ შეიძლება არ შევადარო ქართველი ერის მამა მილია ჭავჭავაძემ სხვა დიდ ქართველებთან ერთად გაიაზრა ეს და მივიდა იმ დასკვნამდე რომ წერა-კითხვის გავრცელების გარეშე ქართველ ერს მომავალი არ კონდა და ის რომ ჩვენ გვაქვს დღეს ჩვენი ეროვნული იდენტობა ეს რამხელა დიდი რაღაცაა შევხედოთ ერთი ზღვის იქითა უკრაინაში რა სიტუაციაა და რა კატასტროფაში აღმოჩნდა ეს გიგანტური ქვეყანა მხოლოდ იმის გამო რომ იდენტობა მათი არ იყო მყარი. ზედ არის? და ავიღოთ თუნდაც ისეთი ქვეყნები, სადაც მშვენიერი ძლიერი იდენტობა აქვს ეროვნული, მაგრამ ენა არ აქვს თავისი ფაქტიურად დაკარგულია. ყაზახეთი რაღა შორს ვიაროთ. ყაზახეთს ეს ნაკლებად ეხება ირლანდია. ყაზახეთს ეს ეხება ბატონო ზურაბი. ჩემი ნათესავე იქ მუშაობდა. არა, იციან, იცით ვინ იცის? ოფისებში დასცინიან ადამიანს, რომელიც ყაზახურად ლაპარაკობს. ეხლა ნელ-ნელა დაიწყეს ამის აღორძინება. და ეს რომ რეკავდა თბილისში და მშობლებს ქართულად ელაპარაკებდა, ყველას უყვირდა. ვინმე თქვენს ენას იყენებთ და ჩვენთან მარტო სოფლებში, იურტებში ლაპარაკობენ. გეთანხმებით და ეხლა ეს ლაპარაკი არის პოსტსაბჭოურ ქვეყანაზე, არა, ნუ შუაზიურ ქვეყანაზე. ასე ვთქვათ, მაგრამ არა, ირლანდია ეს არის განვითარებული ქვეყანა, ევროკავშირის წევრი, ცხოვრების მაღალი დონით. მაგრამ აი სერიოზული პრობლემა იქ არის, ესე იგი, საკუთარი ენის აღდგენა. კი, მუშაობენ ეხლა მაგ მიმართულებით ეგენი, მაგრამ ჩვენ გადავჭით მაგას, ხო? იმის გამო რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეიქმნა. აი ეხლაც მე ვფიქრობ, არა? საჭიროა ამაზე ფიქრი სერიოზულად. მე იმედი მაქვს, რომ ახალი, ასე ვთქვათ, პარლამენტი, სადაც კონსტიტუციური უმრავლესობა გააჩნია მმართველ ძალას, ამ საკითხზე ფიქრს დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში მე მზათა ვარ ხელი შევუწყო ამ ფიქრის დაწყებაში. ბატონო ზურაბ, ძალიან ბევრი SMS-ია მოსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვალდებული ვარ, ყოველ 15 წუთში თუ არა და 20 წუთში მაინც გვიერთდებიან რადიო მსმენელები და ალბათ უნდათ რომ მათაც გაგვიზიარონ მოსაზრებები, უნდა გამოვაცხადო SMS ნომერი 9177891778 9177891778 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან აი ამ ერთიან ნომერზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ SMS-ები. რაც შეეხება საფასურს, ესეთ საჭირბოროტო საკითხია, ნუ შეგეშინდებათ თანხები დიდი არ გეჭრებათ თქვენის მიერ გამოგზავნილი SMS-ებისთვის და რატომ? იმიტომ რომ დაწესებული არის სწორედ ის გადასახადი, რომელსაც ზოგადად იხდით SMS-ების გაგზავნაში და თუ არ ვწდები 6 თეთრს უტოლდება. ასე რომ შეგიძლიათ არა ერთი SMS-ი გამოგზავნოთ, არამედ რამდენიმე, ვთქვათ, შეკითხვა გაგიჩნდათ, ან რაღაც კომენტარი, ან დამატება გინდათ გააკეთოთ საკუთარ შეკითხვაზე, კი ბატონო, გამოგზავნეთ რამდენიმე ნებისმიერ თემაზე. ბატონო ზურაბ, ჩვენ აღარ დაგვრჩა დრო, ჭრა გვაქვს სარეკლამო, ჩვენი რადიო მსმენელები გამოიყენებენ ამ დროს, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ კიდე მოგწერონ SMS-ები 917778. გადავალთ პასუხების რეჟიმში. რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით, ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო შეკითხვებია დღეს. დაგველოდეთ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. This is not a thing to დავბრუნდით ეთერში კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო და გადაცემაში სახელწოდებით აკრძალული ხილი დადგა სწორედ ის მომენტი, როდესაც მე ვიწყებ თქვენი SMS-ების კითხვას ბატონის ზურაბი პასუხების გაცემას. პირველი კითხვა რიგითობის მიხედვით ვკითხულობ, ასე რომ თუ კიდევ გამოაგზავნით SMS დაელოდეთ 917778 გახლავთ SMS ნომერი, რომელზედაც ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან შეგიძლიათ თქვენი შეკითხვა ან კომენტარი ან მოსაზრება გამოაგზავნოთ. გამარჯობა. თოლქმარს შორის ორალური სექსი უზნეობად მიგაჩნიათ თუ ნორმალურია უკვე გითხებიან? ბლიცი უპასუხოთ? ნორმალურად განავრცოთ. ხო, იცით რა, მე შემიძლია ჩემი აზრით მოგახსენოთ, მე სულ არ მეშინია ჩემი აზრის გადმოცემა,
მაგრამ მე მგონი უმჯობესი იქნება ჩემი აზრის გადმოცემამდე თუ გადმოგცემდეთ რას ფიქრობს ამაზე სექსოლოგია საერთოდ მეცნიერება როგორც მეცნიერება სექსოლოგიაში მიღებულია ესეთი რაღაცა რომ ორალური სექსი ისეთივე უფლებებით სარგებლობს როგორც ვაგინალური აბსოლუტურად არანაირი გარყვნილობად ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ამას სხვათა შორის ზიგმუნდ ფროიდიც ამბობდა ჯერ მე-19 საუკუნის მიწურულში და მე-20 საუკუნის დასაწყისში და ახლა მე მგონი 21 საუკუნეა მე სრულიად ვიზიარებ იმას რაც დადგენილი არის ასე ვთქვათ მეცნიერების მიერ სექსოლოგიის მიერ შემდეგი შეკითხვა ასე ჟღერს მოგესალმებით 28 წლის ვარ სამჯერ მქონდა ფიასკო პირველად ძალიან განვიცადე და ვინერვეულე მე რომ დავფიქრდი დავაკავშირე ერთმანეთთან მივხვდი რომ ქალის უარყოფითი რეაქციების შემთხვევაში მემართებაო როცა ვხედავ რომ ქალს ჩემს მიმართ ლტოლვა არ აქვს არ სიამოვნებ ჩემთან ურთიერთობა აი მაშინ მემართებაო სავსებით ვეთანხმები, იმიტომ რომ სხვათა შორის ფიასკოს ძირითადი მიზეზი მაინც, ესე იგი ჩვენ ვერ მოვასწარით მაგის დეტალიზაცია, შეზღუდული ვიყავით ფორმატით, დროის ფორმატით. და ეხლა მინდა ეს გავასწორო ძალიან ოპერატიულად, მოკლედ, რომ ფიასკოს ძირითადი მიზეზი ეს არის ფსიქოგენური ტრავმა. და შესაბამისად, ესე იგი, თუნდაც ერექციის დარღვევა ფიასკოს დროს უფრო ხშირად ფსიქოგენური ხასიათის არის. და აბსოლუტურად სწორია რადიომსმენელი, როცა ლაპარაკობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ქალის რეაქციას. იმიტომ რომ ქალი საერთოდ გზნობების დაფარვას ნაკლებად ახერხებს. ბუნებრივად ესე არა და ალბათ ესეც უნდა იყოს. შესაბამისად ის ღიად გამოხატავს თავის რაღაც ანტიპათიას რაღაც მამაკაცის ამა თუ იმ ქცევის ნიუანსის მიმართ. Ну, რა თქმა უნდა, გამოხატავს იმდენად ნაკლებად, რამდენადაც მეტი გამოცდილება აქვს სექსუალური. რაც ნაკლებია გამოცდილება, უფრო გამოხატავს, ასე ვთქვათ, შედარებით, ну, ვთქვათ ესე უხეშად. რამაც შეიძლება გამოეწვიოს მამაკაცის ტრაუმატიზაცია და ფიასკო. გამარჯობა ვარ 17 წლის. ერთხელ რომ მივახცევ ორგაზმს, მეორედ საერთოდ აღარ მინდება, არც ხელით, არც ქალთან და ეს ნორმალურიაო. დამოკიდებული არის სქესობრივ კონსტიტუციაზე. ზოგიერთი სქესობრივი კონსტიტუცია, აი ზოგიერთი ადამიანისთვის ნორმალურია. ზოგიერთი ადამიანისთვის არა. აი როგორ გავარკვიოთ ახლა რადიოსმენელისთვის ეს ესე იგი არის თუ არა დაუშვათ რაღაცნაირად საყურადღებო. მხოლოდ შეუძლია ეს სპეციალისტს სექსოლოგს. ხوارტალია. მოგესალმებით აჭარიდან ქალბატონო დაფნა რადიო იმედის დედოფალო უჭკვიანესო ულამაზესო სრულიად უკომპლექსო მშრომელო გოგო დიდი მადლობა ბატონ ზურაბსაც ყველაფრისთვის რას იკეთესაც აკეთებს თავისი ერისთვისო გაიხარეთ შვენიერი ტირადა შვენიერი შეიძლება მხოლოდ ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩემი მეუღლე შემდეგი SMS-ე უკვე მე მაბრალებს ხოლმე როდესაც ფიასკოს განიცდის შუა პროცესში როდესაც ასო დაურბილდება ხოლმე მაბრალებს რომ მე ვარ დამნაშავე რომ მე არ ვკოცნი წესიერად რომ არ ვეფერები წესიერად მაინტერესებს ნეტა მართლა მე ვარ დამნაშავე თუ მაბრალებს რომ მე მასზე სხვანაირად არ ვიფიქრო სამწუხაროდ ესეთ შემთხვევა მადლობა ამ კითხვისთვის ეს უწრფელობისთვის მადლობა და მე ეს არის ძალიან როიტყვიან აი ნათელი მაგალითი იმისა ათელი მაგალითი იმისა, რომ არის ელექციის დარღვევა და ამ საერთოდ მამაკაც ჩვევია ყოველთვის თავისი პრობლემების ქალისთვის გადაბრალება ხშირად, სამწუხაროდ. ძალიან სწორედ სვამს კითხვას ეს ადამიანი, მართლაც ასეაო თუ უნდა რომ მე გადამაბრალოს და ამით არა, არ უნდა გადაბრალება, კი არ აბრალებს და ეს ქალის მიმართ აგრესიულობას კი არ ავლენს ეს მამაკაცი, უბრალოდ ის ცდილობს რაღაცნაირად დაარწმუნოს თავისი თავი, რომ ეს მისი პრობლემა არ არის. აქ არის ერექციის დარღვევა. იჭრიდება სხვა ადამიანი ამაში. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი რა, იმიტომ რომ ხდება ტრაუმატიზაცია იმ ადამიანისა, ქალისა, რომელმაც უნდა ხელი შეუწყოს მამაკაცს. ქალის მხარდაჭერის გარეშე ერექციული დისფუნქციის მკურნალობა შეუძლებელია. ვერ მოარჩენს ვერც ერთი ექიმი სექსოლოგი. ქალის დახმარების გარეშე.
პარტნიორის დახმარების გარეშე ჯეროვნად ნამდვილად გაუჭირდება რა, მაგრა გაუჭირდება თუ შეუძლებელი არ არის და ამ ადამიანს ტრავმა არ უნდა მიაყენოს მან. უნდა მივიდეს ექიმთან და იმკურნალოს და ჯერ ერთი მიზეზი ვიცით საიდან არის ეს ერექციის დარღვევა? მიზეზი არ ვიცი. უამრავი შეიძლება იყოს. ხო, ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცი. და ქალი რო არაფერ შუაშია, აი პირდაპირ რადიოთი მეუბნები. გადასცეს თავის ქმარს. ძირფასო დაფნა. ვინ არის შუაში და რა არის შუაში, მაგას გავარკვევთ გამოკვლევის პროცესში. არსებობენ ქალები და მამაკაცები, რომლებსაც მასტურბაცია არ უცდიათო ცხოვრებაში არც ერთხელო. საინტერესო კითხვა. თქვენ წარმოიდგინეთ არსებობენ. არსებობენ ქალები საკმაოდ არიან პროცენტულად ახლა რაღაცნაირად ის არის რა. მომაბეზრებელია ეს პროცენტები, მაგრამ საკმაოდ დიდია ქალის პროცენტები. მამაკაცის პროცენტი დაბალია, მაგრამ ესეთები არსებობს. ძირითადად მაინც ესე იგი ეკლესიური წესით მაცხოვრებელთა შორის არის ეს. იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ეკლესიური ასე ვთქვათ კანონების მიხედვით ეს ცოდვად ითვლება მასტურბაცია. დიახ, მე მქონდა ასეთი იმედგაცრუება უგწორს ქალბატონი, როდესაც ახალი დაოჯახებული ვიყავი და არანაირი განათლება არ მქონდა. 2007 წელი იყო. სექსის შემდეგ მალევე დაიძინა მეუღლე, მე კი ვტიროდი როგორ დამტოვა ასე მეთქი. კი ბატონო. ნათელი ილუსტრაცია იმის რაზეც. ეს არის რა. გამარჯობა, მაინტერესებს ამ ბოლო დროს სექსი ნაკლებად მინდება, ვარ 27 წლის, არ მაქვს ხშირად სექსის შესაძლებლობა, დაახლოებით თვეში ერთხელ ისიც მაწვილია. ხო, ერთხელ მეორედ სურვილი არ მიჩნდება. სექსისადმი სურვილის შემცირების მიზეზი რა შეიძლება იყოსო? 3 დღეში ერთხელ თუ არის კიდევ მასტურბაცია ნორმალურია გვეკითხება. იცით რა, მოდი მასტურბაციით ჩვენ სქესობრივი ფუნქციის ასე ვთქვათ სიმართლეს შევაფასებთ რა, იმიტომ რომ არ არის რა ტესტი მასტურბაცია. ტესტი არის სქესობრივი ცხოვრება. არის კიდე სხვა ობიექტური ტესტები, მათ შორის ინსტრუმენტალური, ლაბორატორიული და ასე შემდეგ. ეხლა შორს აგვიყვანს რა, ახლა ეს ლექცია არ არის სექსოლოგიაში, რადიო გადაცემა, ток-შოუა. შესაბამისად, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა და ურჩიო რადიო მსმენელს, რომ თავისთავად უკვე ფაქტი სქესობრივი ლტოლვის, ანუ ლიბიდოს დაქვეითებისა, რომელიც მას უკვე აქვს დაფიქსირებული, ხო? უკვე არის საყურადღებო და უკვე მოითხოვს საექიმო ჩარევას. მე არ მომფო აქ რაღაცა დავუშვათ, შეიძლება იყოს საშიში, არაფერ საშიშს არ ვხედავ. უბრალოდ რაც უფრო დროულად იქნება გარკვეული, რის გამო მოხდა ეს ლიბიდოს დაქვეითება. მით უფრო ადვილად და მალე მოხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. გვეწოდინება რანაირად უნდა მოვაგვაროთ, ხო? თუ ვერ დავადგენთ მიზეზს, არა, ცოტა გაჭირდება მაგის გაკეთება. რა კავშირშია ნუდიზმი ექსჰიბიციონიზმთანო? გაკითხება. არავითარი, ჩემი აზრით. ნუდიზმი ეს არის იდეოლოგია. ნუდიზმი ეს არის იდეოლოგია ადამიანთა ჯგუფისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ესე იგი სხეულის სიშიშვლე გარკვეულწილად ახლოვებს მათ ბუნებასთან რა. დაახლოებით ასე ჟღერს მათი იდეოლოგია. მე შეიძლება ხა ზუსტად ვერ გადმოგცეთ, იმიტომ რომ დიდად არ დავინტერესებული ვარ ახლა ნუდიზმით და მათი ადეპტებით, მაგრამ ეს ასეა. ექსჰიბიციონისტთან სულ სხვა რაღაცასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ექსჰიბიციონისტი ეს არის ფაქტიურად ადამიანი, რომელსაც აქვს ქცევითი გადახრა, სექსუალური ხასიათის პარაფილია აქვს. ეს პარაფილია მდგომარეობს იმაში, რომ ის თავის სექსუალურ, ასე ვთქვათ, გრძნობების გამძაფრებას ჯეროვნად, ეს ხო არის სქესობრივი სექსუალური აქტივობის მიზანი ეს არ არის? ამ გამძაფრებას ახერხებს მხოლოდ და მხოლოდ პარაფილიური ავადმყოფური ფანტაზიების გზით, თუ ის იმავდროულად თავისი გენიტალიების დემონსტრაციას ახდენს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. ეს არის ექსჰიბიციონიზმი. ესე იგი, მოკლედ რო ვთქვათ, ექსჰიბიციონიზმი ეს არის დაავადება, პარაფილია, ნუდიზმი ეს არის, ვთქვათ, ეს ცხოვრების წესი რა, იდეოლოგია.
თან ნუდიზმი სექსთან კავშირში არ არის. რადიომს რაცაც გონია რომ ეს ესეა და ნუ არ არის რა. არა ზოგადად გონიათ რომ ნუდისტურ პლაჟზე პირდაპირ სექსი. არა ვითარებ ყოფილ ვარ მე. ყოფილ ვარ სხვა შორის მე თვითონ ნუდისტი არ გახლავარ. არ მინდა შოქში ჩავაგდო შეთი რადიოსმენელი თანაც ახლა რადიოსმენელი ზოგადად შოქშია. ბალტიისპირეთში ნუდისტური პლაჟი იყო პალანგაში. აფხაზეთშიც იყო. იყო. მე არ ყოფილვარ აფხაზეთში იქა, მაგრამ პალანგაში ვიყავი აბსოლუტურად ცივილიზებულად იყო იქა, უბრალოდ ახლა ხედავდი ყველაფერი ამას და არაფერი მსგავსი სექსისა იქ არ ყოფილა, ერთადერთი რაღაცა იყო. შორი ახლოს ამ ნუდისტების პლაჟისგან შემაღლებულ ბორცვზე მოვიდა ერთი ღრმად მოხუცებული სიმპათიური მამაკაცი ჩაჯდა ესე იგი ყელამდე ქვიშაში როგორც ჩანს სამხედრო გამოცდილება ჰქონდა ჩაეფლო ქვიშაში დაიხურა თავზე ესე იგი ხაკისფერი პირსახოცი პირსახოცი და მე რაღაცა ამოიღო და უყურე ჯერ ვერ მივხვდი რა ამოიღო რა და მე შევხედე ძალიან დიდი გადიდების ბინოკლი უყურებდა სულ ეს კაცი და მე ვკვდებოდი სიცილით მართალია იღებდა სიამოვნებას ალბათ ნუ ახლა დიდ დანაშაულსაც ეს მოხუცებული მამაკაცი ნამდვილად შედიოდა გადავიდეთ შემდეგში არაფერი არ შემიტყვია რაღაც უხამსობა უბრალოდ იმ კაცს ახლა მაინც რა შეეძლო უყურებდა რა თვალს ახარებდა მაქვს 11 სანტიმეტრის სიგრძეს სექსის მერე ასოს საშოდან რომ ვიღებ სპერმა იმ წამსვე მთლიანად იღურება გარეთ ნებისმიერ პოზაში ეს პრობლემა სიგრძის ბრალია თუ შესაძლებელია რომ ქალში იყოს პრობლემა და სიგრძის ბრალი არ არის არაფერ შუაში არის ეს არის უბრალოდ საშოს ანატომიური ასე ვთქვათ თავისებურება არის ამ შემთხვევაში მოწოდებულია სხვადასხვა პოზები მე მაგალითად ურჩევდი აი მენჯის ქვეშ ქალს პატარა ბალიშის დადებას რომ შემაღლებულ პოზიციაზე რო იყოს რა ამ დროს არ იღურება ხოლმე მე მგონი ამ ადამიანს არ აინტერესებს ის ქალი დაფეხმძიმდება თუ არა ახლა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ არა ხო აინტერესებს არ დაიღვაროს რა ამოუდოს ბალიში უგანდასეო რა მე არ ჩამიკითხავს ბოლომდე კითხვა სხვებთან იგივე დამემართებაო არა ბატონო არა გინათ კი ბატონო სიგრძესთან აპრიკავშირში არა პირდაპირ ვეუბნები რა გამარჯობა ნაადრევი ეიაკულაცია ახსენეთო როცა საშოში შეყვანამდე ხდებაო და თუ მოხდა საშოდან ძალიან ახლოს ან ვულვაზე არის თუ არის ქალის დაორსულების რისკი საკმაოდ რეალური რისკია მე არ ვიტყვი რომ ახლა რისკი რა თქმა უნდა მეტია როდესაც საშოში მოხდება საშოში რო დაანთხევს მამაკაცი მაშინ არის რისკი ძალიან მაღალი ეხლა გარეთ რო დაანთხევს და ოდნავ რომ ესე იგი მოხდება ესე იგი სასიცხო ბაგეებს მაშინ ესე მაღალი არ არის მაგრამ რისკი მაინც არის და ერთს მინდა ხაზი გაუსვა კიდე ძალიან ხშირად მე მეკითხებიან ესეთ რაღაცას აი ვესტიბულარული კოიტუსი ქვია მაგას რა ახალგაზრდები ესე აკეთებენ ესე იგი ღრმად არ შეყავს ახალგაზრდა მამაკაცს ასო რომ არ დააზიანოს საქალწულე აპკი და არა მარტო იმიტომ არ შეყავს რომ საქალწულე აპკი არ დააზიანოს, არამედ იმიტომ რომ არ დაორსულდეს. მაგას გონია, რომ საქალწულე აპკი ეს არის საცობი, რომელიც არ უშვებს სპერმატოზოიდებს საშილოსნოსკენ. შეცდომაა ესა. ასეთ დროს მაინც ორსულდება. საქალწულე აპკის მთლიანობა არ იცავს ქალს ორსულობისგან. კი ბატონო. ფიასკოს რით ვუშველოთო წამალი არის რამეო თუ შეიძლება რაიმე სხვანაირი მკურნალობა უგვეკითხება რადიომსმენელი მოდით ძირფასო რადიომსმენელო ეს გადაწყვეტილება მივანდოთ ექიმ სექსოლოგს კარგი კიდევ ასეთ შეკითხვა რამდენად მისაღწევია პარტნიორების ერთდროული ორგაზმი და უნდა ვისწრაფოდეთ თუ არა აუცილებლად ამისკენო ну ეს არის იდეალური რა თქმა უნდა იდეალი არის სექსში უნდა ვისწრაფოდეთ რა თქმა უნდა მაგრამ რამდენად გამოვა ეგ სხვა საკითხია
თავარია მაინც ესე იგი მიაღწიოს ერთმანს და მეორემას და ახლა ცოტას თუ ერთმანეთს დაასწრებენ. აქ არის რადიო მსმენელი, რომელიც ფრიად არ არის დაინტერესებული ჩემი პიროვნებით და რამდენიმე შეკითხვა დამისვა. თქვენ წამყვანო რამდენი წელს ბრძანდებითო? ნუ ჯერჯერობით მე მგონი 100-ია მიღებული ქალს ასაკს არ ეკითხებიან. მისივე გამოგზავნილი მეორე შეკითხვა, არ გიტყდებათ ესეთ თემაზე ქალი რომ ლაპარაკობთ მამაკაცთან ერთად? არა ბატონო ჩემო, არ მიტყდება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ მე მგონი ზომების და ნორმების ფარგლებში და წარმოიდგინეთ თქვენი ლოგიკით მაშინ ქალები სექსოლოგებთანაც არ უნდა დადიოდნენ და სექსოლოგია მეცნიერებაა გენაცვალე რა და რატო უნდა მიტყდებოდეს არ ვიცი და იგივე ადამიანის შეკითხვა ქალბატონ დაფნა მეუღლით უყავთო დიახ მყავს და ვიმყოფები ბედნიერ ქორწინებაში ბავშვიც მყავს. მოგესალმებით, მაინტერესებს ნაადრევი ეაკულაცია თუ აქვს მამაკაც შეიძლება თუ არა რომ ამ პრობლემის მიუხედავად ქალიო გაანაყოფიეროსო. რას უშლის ხელს რას არაფერს არ უშლის ნაადრევი ეაკულაცია ქალის განაყოფიერებას და ორსულებას აბსოლუტურად არანაირად. შემდეგი შეკითხვა ქალთან ყოფნის დროს როდესაც ძალიან მინდაო რომ მივაღწიო ორგაზმსო ერთზე მეტათო არ გამომდის და როგორ მოვიქცეო? ისეთ რა გააჩნია თუ მას აქვს რეგულარული სექსი კვირაში 2-3 ხო? ნახა რატომ უნდა იყოს ერთზე მეტი რა? ეს ერთზე მეტი ასეთი რეგულარული და ხშირი სექსის დროს ესე იგი ერთზე მეტი ერთჯერზე მეტი უბრალოდ ნუ არც არის რეკომენდებული რა. ფლატ კარგი არ არის ორგანიზმისთვის რა. მე მინდა გავაფრთხილო ეს ახალგაზრდა. თუ არის სასარგებლო ქალის ჯანმრთელობისთვის სექსი, ესეთი რიტორიკული შეკითხვა. რა თქმა უნდა სასარგებლოა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სექსი მას ანიჭებს სიამოვნებას და სიხარულს. თუ ტანჯვას ანიჭებს, თუ ტკივა მაგალითად სექსის დროს, ეს კარგია? დისპარიუნია ქვია მაგას და მკურნალობა ჭირდება. კარგია რომ ასეთი გადაცემა არსებობს, მადლობა თქვენ ამისთვის, აუცილებელი ასეთი გადაცემები ტელევიზიებმაც რომ გააკეთონო. ამით ბევრს დაეხმარებით, ხალხი ბევრ ამას გაიგებს. შეგიძლიათ თუ არა თქვენი კლინიკის მისამართი მომწეროთ, სადაც მუშაობთ. დიახ, ეთერში ვერ გავაჟღერებთ, მაგრამ ეთერს მიღმა მე აუცილებლად მოგწერთ ბატონ ზურაბის კლინიკის მისამართს. ჩემი ქმარი ორალურ სექსს მთხოვსო. თვითონ ყოველდღე არის კუნილინგუსით დაკავებული და მეო არ გამომდისო, ვერ ვასიამოვნებო და სულ პრობლემა გვაქვსო და რა ვქნაო? რას ვერ გამომდის საინტერესო? გულიერება. ნუ რა ვიცით ახლა. ისიც რა სიყვარული ადამიანს ზოგჯერ ზიზღზეც გადააბიჯებინებს ხოლმე რა და ალბათ მაგაზე დაფიქრება არ იქნებოდა ურიგო. კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა და შემდეგ განვაგრძობთ თქვენი SMS-ების კითხვას. 917778 SMS ნომერი. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიღებებს. მოგესალმებით, ვარ 39 წლის მამაკაცი. მე მიხვდებით ახლა განვაგრძობ უკვე SMS-ების კითხვას, რომ დრო არ დავკარგოთ. მაქვს შეკითხვა. 38 წლამდე მქონდა ჩვეულებრივი სტანდარტული ორგაზმი. ერთი წელია მაქვს გამძაფრებული გულის წასვლამდე ორგაზმი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. ეს არის ძალიან მტკივნეული. მგონია რომ მთელი შიგნეულობა გამომდის. სპერმასაც დაახლოებით 10-ჯერ მეც ვღრი ვიდრე ადრე. ექიმთან მისვლა მერიდება, რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით. აბსოლუტურად შეუძლებელია ახლა მაგის რამის გარკვევა, იმიტომ რომ მან ნამდვილად გამოკვლევაა საჭირო რა. თუმცა რა არის იცით ახლა, მე მაგალითად ურჩევდი მას რაღაცა მაინც რომ იცით რა, მე ურჩევდი მას ხوار მიუღია მაგალითად ტრიციკლიური ანტიდეპრესანტები. აი ძალიან ხშირად ესეთი რაღაცა იცის ტრიციკლიურმა ანტიდეპრესანტებმა. ეს არ ვიცით. მოკლედ თუ გვისმენს მოგწეროს მიუღია თუ არა. ვარ მამაკაცი 46 წლის, მაქვს დიდი რაოდენობით ჰერპეს ზოსტერის სისხლში 1500 ერთეული. აი ამით მთავრდება მეტი არ ნუ რა არის იცით ახლა რა, აი ჰერპესი არის ეს საყოველთაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც აქვს თითქმის ყველა ადამიანს რა. კონცენტრაცია მართლაც განსხვავებულია, ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლებია. დიდად ეფექტური მკურნალობის საშუალებები, ნუ
მოდი რა ვიყოთ გულწრფელები, არ არსებობს რა. არის კი ანტივირუსული პრეპარატები, მაგრამ მათი აქტივობა სასურველისგან ჯერჯერობით შორს არის. ასე არის თუ ისე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჰერპესისა, ექიმი უნდა მოქმედებდეს შესაბამისად რა. თუმცა ახასიათებს ჰერპესს ხანგრძლივი მიმდინარეობა. შემაწუხებელია ძალიან პაციენტისთვის. ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში სხეულისა იცის მან საერთოდ ჰერპეს ცოცვას ნიშნავს, ხო? ცოცვას ნიშნავს. ცოცავს რა, ბერძნულად არის ცოცვა. ჰერპეს, ცოცვა. გენიტალიებიდან ავა თავზე, თავიდან მხარზე, მხარიდან ფეხზე, ფეხიდან თითზე, თითიდან ტუჩზე. ეს არის რა. გამარჯობა, თქვენი ხშირი მსმენელი ვარ. უკეთრავად მადლობელი ვარ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეო თქვენგანო. კითხვა მაქვს ასეთი: სექსის მერე რატომღაც ზიზღი მიჩნდება იმ ქალის მიმართ, ვისთანაც მქონდა სექსი? როგორ ფიქრობთ, რა მჭირს ასეთი? იცით რა, მე ვფიქრობ იმას, რომ გახშირდა ეს შეკითხვა. კი, ვაქცევ ყურადღებას და ეხლა რა არის, იცით, ეხლა მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ ამ პიროვნებას, ვინც ამ კითხვას ვავს, რა, აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ არ აყავს მუდმივი პარტნიორი რა. საერთოდ ესე იგი არის ესეთი მითები, ხო ვიცით რა, ჩვენი სპეციალობა რა მითებით არის მოსული, ესე იგი მითების ბურუსით არის, ასე ვთქვათ, სავსე და აი ერთ-ერთი მითი ის არის, რომ მამაკაცს გონია, რომ რაც მეტ პარტნიორს შეიცვლის, მით უფრო გამძაფრდება მისი სექსუალური გზნობა. ამ დროს პირიქით არის. ჰარმონიული სექსი და მძაფრი სექსუალური განცდა არის ერთ პარტნიორთან, რომელიც არის ჩვეული, რომლისგანაც არის მიზიდულობა სექსუალური და არა მარტო სექსუალური. ამას სხვა სიტყვა ქვია. ეს არის სიყვარული. უსურვებ ჩვენ რადიოსმენელს ეპოვნოს ასეთი პარტნიორი, რომელიც შეუყვარდება. ბატონურებს შესანიშნავი SMS-ი მოვიდა, თქვენ გაიხარეთო. მე ის ვარ, ვისაც იმედი ისევ ჩამისახეთ, რომ მე ქალი ვარ. მეუღლე კი ფიასკოებს მემაბრალებსო მისი პენისის დარბილების გამო. აი ერთი კეთილი საქმე ხო გქონდა. არა, ბევრი კეთილი საქმე გაკეთებული. წარმატებული სექსუალური აქტისთვის აუცილებელია foreplay, ანუ წინასწარი მოფერება და სასქესო ორგანოების სტიმულირება. თქვენ როგორ ფიქრობთო? მე ფიქრობ კიდევაც და ვამტკიცებ და დიდი ხნის ცნობილია, რომ აუცილებელია რა. რაც მეტი უკეთესი. რაც ხანგრძლივი უკეთესი. რა არის ხელშემშლელი ფაქტორები, მაგრამ აი ვოზე რო იწყება და აზე რო მთავრდება, ყველაზე პოპულარული პრეპარატი რო არის ისო, ხელს უშლისო, ეაკულაციასო. საერთოდ ესე იგი ამ ჯგუფის პრეპარატებს ეწოდება ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორები. ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორებისთვის საერთოდ დამახასიათებელი არის ეაკულაციის გახანგრძლივება. მაგრამ არსებითად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, არსებითად არა. აი ხანში შესულ ასაკში, როდესაც ეაკულაციის პრობლემა ისედაც აქვს მამაკაცს ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო, შეიძლება ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორებმა პრობლემა შეუქმნას ეაკულაციას. ახალგაზრდა ასაკში არა. ყავა ერექციას აქვეითებსო? გეკითხები. ესეთი კვლევები მე არ წამიკითხია მართალი გითხრათ, რატო დააქვეითებს, არ დააქვეითებს? რატო? ბატონურებ, რამდენად ნორმალურია 50 წლის მამაკაც სექსი რომ არ სურდესო, როცა გვერდით ახალგაზრდა სასიამოვნო მეუღლე ყავსო. თან ამ საკითხზე კატეგორიულად გაურბის საუბარსო. სამწუხაროა ესეთი ვითარება. სამწუხაროა ესეთი ვითარება. მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ალბათ მეუღლემ მოახერხოს უნდა დარწმუნება თავისი ქმრისა, ცოლმა უნდა მოახერხოს ქმრის დარწმუნება იმაში, რომ მაინც აუცილებელი არის ექიმისთვის მიმართვა. ხანდახან ეს რთულია, მე თვითონ მქონია პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები. როდესაც ქალი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი იმის გამო, რომ მამაკაც არ სურს უბრალოდ აღიაროს ეს პრობლემა. არ ლაპარაკობს.
მაგას ქვია coming out-ი ქვია მაგას რა. არ აღიარება. ო, არა, აღიარება. coming out-ი არის აღიარება და ეს არ აღიარება. აი coming out-ი როცა უჭირს და თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო ხშირად უჭირს მამაკაც. ხალხს არ უჭირს. რა უნდა ვქნა რომ სწრაფი ეაკულაცია არ მქონდეს უკვე კითხები. იმკურნალო უნდა გენაცვალე. დაფნა არავის არ მოусმინო შეუდარებელი ხარო. მადლობა დიდი. ვაიმე ყველას რომ მოусმინო გავგიჟდებოდი უკვე ტვინში სისხლი ჩამექცა. ნამდვილად არ უნდა მოусმინო ყველას. ნერვიულობა თუ მოქმედებს პენისზეო, ნერვიულობის დროს მეკუმშება და მიპატარავდება ოქცერს რადიო. არა მონია დაუპატარავდეს ნერვიულობის გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ერექციის ხარისხზე ნერვულ ფსიქიკური ასე ვთქვათ ტრავმა მოქმედებს რა. ჩვენ ახლა ხომ მთელი გადაცემა მაგაზე არ ლაპარაკობდით. მოქმედებს, მაგრამ დაპატარავებას არ იწევს. მაინტერესებს ქალს უფრო მეტი მოთხოვნა აქვსო სექსისო თუ მამაკაც და შეიძლება თუ არა ქალს აღარ აინტერესებდეს სექსი. როგორ შეიძლება გააჩნია იცით ასაკობრივი ასე ვთქვათ არის რა ზღვრები რომელიც იძლევა საერთო სტატისტიკური რაღაცა მახასიათებლების გამოყვანის საშუალებას. ქალის შემთხვევაში საკამაოდ ასე ვთქვათ ვარიაბილურია ესა ცვალებადია. რეალურად ქალს 50-60 წლამდე ლტოლვა შენახული აქვს საკმაოდ მაღალ დონეზე. მაგრამ ნუ 50-60 რო ვამბობ, შეიძლება 50 წელს მიღწეულს და 51 წლისას აღარც გქონდეს უკვე რა. და 60 წლისას გქონდეს. საინტერესო შეკითხვა გვაქვს ერთი. მყავდა პარტნიორი ქალი, ვისთანაც თავს იდეალურად უგრძნობდი. დაცილების შემდეგ სხვასთან ვცადე, მაგრამ აღარ გამომდის ისე როგორც მასთან. იქნება ამიხსნათ რატო? და იქნება სიყვარული იყო უბრალოდ. სიყვარულზე ამდენი ვილაპარაკეთ ახლა რა და იცით რა, შეყვარება, ადამიანის შეყვარება ხო ბუნებრივი რაღაცა. პიგმალიონს არა, თავისი ქანდაკება შეუყვარდა რომ გამოკვეთა რა. პიგმალიონი ხო, მითი ხო არის რა, ბერძენ მოქანდაკე პიგმალიონზე. უსიცოცხლო ესე იგი ქანდაკება გამოძერწა, შეუყვარდა და მე მისმა სიყვარულმა იმდენი იქნა რომ ეს ქალი გააცოცხლა. და კიდევ იგივე მამაკაცი გვეკითხება 50 წელს გადაცილებულ მამაკაცო რა პერიოდულობით უნდა კონდეს სექსი? ყველაფერი ინდივიდუალურია რა. ამ შემთხვევაში იცით რა, რამდენიც გინდათ ნამდვილად და რამდენიც შეგიძლიათ რა. ესე იგი გინდა უნდა იყოს შეძლებაც რა. ხათიეთ eta ისინი ძალიან მეწოდებიან ადამიანები რომლებიც აი ამ კითხვებს სვამენ. აი ბოლო შეკითხვა. თითქმის ყოველ დღე მაქვს ორგაზმი და ერთის მეტად ვერ გავაუმჯობესეო და ყველანაირად ვწდიო და რა ვქნაო. და რატო უნდა გააუმჯობესოს რეკორდს ამყარებს თუ რასაკეთებს არ ვიცი. სქესობრივი ცხოვრებით აქ ეს ორგაზმი მიღწეული. აი ხელით თუ ქალით არ ვიცი. კარგი რა. კარგით რა. მოკლედ ასე სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ სამშაბათამდე სასიამოვნო ღამის გატარებას გისურვებთ. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო იმედს.